ვიფასო მეგობრებო, ძალიან მომწონს ჩვენი ახალი რუბრიკი შეკვეთილი სიუჟეტი, მოგაქვთ ფული, უკეთავთ სიუჟეტს, ჩვენ უშვებთ ამ სიუჟეტს. დღეს ფული რუსეთუმეებმა მოვიტანეს. და თქვენ ახლა იხილავთ ბაბი კირკიტაძის მიერ რუსეთუმეებისთვის გაკეთებულ სიუჟეტს. ვინ იქნებოდა სტალინი, რომ არა რუსეთი? ვინ იქნებოდა სერგო ორჯონიკიძე, რომ არა რუსეთი? რა ტერიტორიები გვექნებოდა დასაბრუნებელი, რომ არა რუსეთი? ევროპა ჩვენს გამო არ შეშფოთდებოდა, რომ არა რუსეთი. ჩვენი მზე მართლაც ჩრდილოეთიდან ამოდის. რუსეთი ჩვენი მეგობარია, ჩვენი უფროსი ძმა, ჩვენი მამა, ჩვენი დედა, ჩვენი კარგებიც და კეთილებიც. რუსეთი იმდენად დიდსულოვანია, რომ ატომური ბომბი აქვს და ჩვენ არ გვესვრის. ჩემი თუ არ გჯერათ, მოსახლეობას მოვუსმინოთ. რას ფიქრობთ რუსეთზე? რუსეთი კაცო ზრუნავს ჩვენზე. მეცაც გეტყვი, ახლა უფრო ზრუნავს, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს ზრუნავდა. კომუნისტების დროს მოსკოვში ჩასვლა 37 ღირდა. ახლა 3 ლარს გადაიხდი დაჯდები, აგერ გორის მარშრუტკაში გადავხევ და იქ ახლა რა. რომ არა რუსეთი, არ იარსებებდა ისეთი სასიამოვნო სიტყვები, როგორებიცაა პაპალამ, ზდაროვა და რაკამ. $1 60 რუბლი ღირს. ახლა თავად გადაწყვიტეთ, 1 ჯობია თუ 60? უკაცრავად, თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ თუ რუსეთს შევუერთდებით, ცხოვრება გაუმჯობესდება? გაუმჯობესდება? რუსეთს თუ შევუერთდებით, ქვეყანაში შესანიშნავად იქნება ყველაფერი. კრიზისი დამთავრდება ქვეყანაში. მაღაზიები გაივსება პროდუქტებით. აი დღეს რა ხდება? აი წამო შევიდეთ მაღაზიაში, საერთოდ არაფერი არ იქნება დარწმუნებული. აი წამობძანდი. აი წამობძანდი. შაქარი გააქვთ? აქვს. მაკარონი? აქვს. ზეთიპური კარაქი? ყველაფერი გვაქვს. მოიცა რა შევედით უკვე რუსეთში? დავით აღმაშენებლის დროს ნიკოფსიდან და რუბანდამდე ვიყავით გადაჭიმული. SSR-ის დროს კი უფრო გადაჭიმული. რომელი ჯობია ინგლისურის მასწავლებელი? What's up, everyone? I'm Jane from Iowa, and I'm here to teach you English. And I love khachapuri. თუ რუსულის მასწავლებელი? Дорогие мои, меня зовут Наташка. Я хочу вас научить русскому языку. რუსების დროს აქ ქათქათა ფაფუკი თოვლიდო, ახლა კი ტალახიდევს. დიდი რუსეთის დროს აქ ყიფიანი და დარასელია დარბოდნენ. ახლა კი ლობჟანიძე და დვალიშვილი დადიან. ადრე აქ გაიდგა, ახლა კი გეიდგას. და ბოლოს, თუ ჭკვიანად არ ვიქნებით, რუსეთი მაინც დედას მოგვიყვებს.